ნოემბერი მამაკაცის ჯანმრთელობის თვე არის. ამ თვეში ვიზრდით ულვაშს, რათა გავზარდოთ მამრობით სქესის დაავადებების ცნობადობა. ისეთი დაავადებები, როგორიც პროსტატის სიმსივნე, სათესლე ჯირკვლის ან ასოს სიმსივნე არის, ხშირად პაციენტები ამ დაავადებებით დაგვიანებულად მიდიან ექიმთან, რადგან ერიდებათ ამ თემებზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ პროსტატის სიმსივნეს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების ძალიან მაღალი სიხშირე არის განკურნებისა, იგივე ეხება სხვათა შორის სათესლე ჯირკვლის სიმსივნესაც. ასოს სიმსივნის შემთხვევაში არის საკმაოდ კარგი პრევენციის მეთოდი პაპილომავირუსზე აცრა, რომელიც დრამატულად ამცირებს ასოს სიმსივნის სიხშირეს. აი ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც დაგვიანებულად მოდიან პაციენტები, სკრინინგს არ იტარებენ, არ არის ცნობადობა ახალგაზრდა მამაკაცებში, რომ თვეში ერთხელ მაინც სათესლე ჯირკვლის გასინჯვა უნდა მოხდეს, თვითონ უნდა გაისინჯოს და თუ კი რამე შეამჩნია მცირედი ცვლილებაც ან გამაგრება, აუცილებლად უროლოგს მიმართოს. ასევე პაპილომავირუსი ქალებში, რაც შეეხება ქალებში უკვე დამკვიდრებულია, თუმცა მამაკაცებში ჯერ კიდევ არ არის ცნობადობა, რომ ასევე ამცირებს ასოს სიმსივნის სიხშირეს. მოდით ერთად გავიზარდოთ ულვაში და გავზარდოთ ცნობადობა ამ დაავადებების შესახებ.